დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 36%-ს სტომატოლოგთან ვიზიტის შიში აქვს. მათგან თითქმის 12%-ისთვის ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ ხშირად ვიზიტსაც კი არიდებენ თავს, მაგრამ რეალურად პრისი გვეშინია: ხმების, ტკივილის თუ წარმოდგენების. ჩემი პირველი შეხვედრა სტომატოლოგიასთან იმდენად ტრავმატული და ტრაგიკული იყო, რომ 50 წელი მოუნდი, რომ ეს მოგონებები ჩამომეშორებია, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ მოვახერხე. პირველი სტომატოლოგიაზე მახსენდება, რა თქმა უნდა, ბლიც დენტალი, მაგრამ აქამდე ზოგადად სანამ ასე თუ ისე გადავლახავდი შიშებს, მახსენდებოდა შიში და რაღაც ნემსი. სტომატოლოგიაზე პირველი მახსენდება ჩემი პირველი ექიმი, როცა შევედი კლინიკაში, ძალიან მეშინოდა და ნინო ექიმმა რაღაცა ისე ტკბილად მომესალმა თავიდან. ყველაფერი კარგად იქნებაო და წამება და სტრესი და ბევრი გამაყუჩებელი. შიში, რომელიც დაკავშირებული არის ტკივილთან, დისკომფორტთან და უსიამოვნო ხმებთან. ანუ კი, ბავშვობაში მეშინოდა ბურღის რატომღაც. ბურღი ხო, ეგრე ქვია, ბურღის ხმა, რაღაც რო. გონია რომ რაღაცა თითქოს ტვინი უნდა გამიბურღონ მეც. იმის წუილი. მაშინ არ ქონდა ჩემ ბავშვი, დიგ ესეთი ხმა ქონდა, მაგრამ ნუ ისიც საშნელი იყო და ეხლა წუილი. ეგ და ექიმი რო გეუბნება, რომ ეხლა არ გეთქინება, ეხლა არ გეთქინება. მოდი, იცი რა მეწავალ და თქვენ მოусმენ. გახსნა, ბურღი, კიდე რა იქნება? დრო არ მომასმენთ. სტომატოლოგიური კლინიკის ხმებით მუსიკის აწყობა, ეს არ ვიცი, ან თქვენ მოგივიდოდათ ეს იდეა, ან ჰანს ზიმერს, იმიტომ რომ ეძებს ხოლმე რაღაცები. ეგ ალბომი შეგიძლიათ გამოსცეთ ესე ჯოჯოხეთის ხმები. ეს მაგარია. აირა. აკუნის ხმები არის გაკეთებული. რო არ იცოდე ვერ მიხსები. აუ რა გაისებლა. ბილების ტრაჭონი. კარგია. აი, ის ამოხდება. წყალის. აუ რა მაგარია. ვაუ. აირა. რა მაგარია. არა, არ ყოფილა. ეხა ჯოჯოხეთზე შტაბერტილება შემეცვა.